ლელო ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი ამ წუთებში ელოდება ბრალის წარდგენას. ბადრი ჯაფარიძე თბილისის პროკურატურაშია მისული, ის ბრალის გასაცნობად დაიბარეს მას შემდეგ, რაც 2 დღის წინ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. საქმე ეხება არალეგიტიმური პარლამენტის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის მიერ დაბარებაზე უარს. ჯაფარიძე წულუკიანის კომისიის ხდომაზე დაიბარეს, ის არ მივიდა, ამის შემდეგ კი ჩვენების მისაცემად დაიბარეს. მანამდე იგივე სცენარით გაატარეს კოალიციის ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, მას 50,000 ლარიანი გირა უკვე შეუფარდეს. ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე დაიბარეს სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებიც, თუმცა ისინიც უარს ამბობენ მისვლაზე. ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს თბილისის პროკურატურასთან, ნუცა მოვიდა თუ არა უკვე ბადრი ჯაფარიძე და რა ხდება ახლა მანდ? ახსაფა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის პროკურატურასთან, სადაც წუთი-წუთზე უნდა გამოჩნდეს ბადრი ჯაფარიძე. ახლა მოუახლოვდება თბილისის პროკურატურას ბადრი ჯაფარიძე. ის შევა შენობაში და წარუდგენენ ბრალს თეატრულუკიანის თავმჯდომარეობით დროებითი საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობის გამო და გამოუცხადებლობის გამო. შევეცდებით, რომ გავესაუბროთ შესვლამდე ბადრი ჯაფარიძესაც. ბატონო ბადრი, პირდაპირ ეთერში ვართ. გავსწორდებით მედიის წარმომადგენლები და ბატონი ბადრი გააკეთებს განცხადებას მათ შორის შესვლამდეც, მანამდე გეტყვით, რომ აქ არიან შეკრებილები, ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები კოალიციიდან და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად არიან აქ მოსულები. ცნობისათვის ბადრი ჯაფარიძემდე საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს უკვე წარუდგინეს ბრალდება და მას 50,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ბატონო ბადრი, პირდაპირ ეთერში ვართ და ბატონი ბადრი გააკეთებს კომენტარს პროკურატურის შენობაში ბატონო ბადრი, თქვენი კავშირი. თივე გზის გავლა მოგიწევთ თქვენს რაც მამუკა ხაზარაძემ გაიარა, შემდეგ აქვე ღონისძიებაზე მსჯელობას ასე. ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი რეპრესიული ტალღა, რომელსაც ცხადია უნდა მოველოდეთ, როდესაც წინააღმდეგობას უწევს მშვიდობიანად რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაშოროს ევროპულ ვექტორს, რომელიც ცდილობს, რომ განსხვავებული აზრი მოკლას, რომელიც ცდილობს ოპონენტი გაანადგუროს მორალურად, ცილი დასწამოს. ასეთ რეჟიმისგან უნდა ველოდეთ ყველა შესაძლო რეპრესიას. ჩვენ ამისთვის ზად უნდა ვიყოთ, ჩვენ ზად ვართ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას. ცხადია, რომ მას რაც ჩვენ ვაკვირდებით, არც გამოძიებასთან არა კავშირი, არც სიმართლის დადგენასთან, ეს არის ბიზნა ივანიშვილის დავალების შესრულება თეატრულუკიანის მიერ, რომელიც ძალიან მაგონებს სახარებიდან სიცრუის საჯულს, რომელსაც არც კაცის სხვენის და არც ღმერთის ეშინია. შესაბამისად, აი ესეთი ძალა გვიპირისპირდება და უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის ზად. ბატონო, პირველი სამიზნეები თქვენ აღმოჩნდით, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც დაიბარეს კომისიაზე, არავინ არაფერს მისწოს. თქვენი აზრით, ოპოზიციის განეიტრალების მცდელობა აქვს ახლა ბიზნა ივანიშვილს, გონია რომ ამით შეგაშინებენ? ეს არის დაშინების, კიდევ თქვა, რეპრესია ემსახურება ადამიანების დაშინებას, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად პროტესტში იღებენ მონაწილეობას, მათ დაინახონ, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ წაუყენონ ბრალი, შეავიწრონ, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამოიყენონ შევიწროების, ეს ემსახურება დაშინებას, მაგრამ ამით პირიქით ჩვენი თავისუფლების მოყარე ხალხი არ დაშინდება, პირიქით ეს უფრო ზრდის პროტესტს. ჩვენ ვნახეთ, რამდენადაც რეპრესიის ძალა იზრდება, მით უფრო მეტად იზრდება პროტესტიც. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევისთვის. ვერ გავიგე რაღაც. საერთაშორისო პარტნიორები თუ არიან საქმის კურსში, აი ამ საქმესთან დაკავშირებით თქვენ იმის გამო ხართ აქ დაბარებული და ბრალს იმის გამო გიყენებენ ახლა, რომ სულტიანის კომისიაზე არ მოხვედით. სხვა საქმეს არ ეხება ეს საქმე. ანუ ბრალს მხოლოდ ამისთვის გიყენებენ, ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. იციან თუ არა ჩვენმა პარტნიორებმა? რა თქმა უნდა, ამაზე ყველა ინფორმირებულია. ცხადია, რომ ყველაზე კარგი მხილება ამ რეჟიმის არის მაგალითად წულუკიანის გამოსვლის გადათარგმნა და მისი გავრცელება ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის ყველაზე მარტივი, ძალიან უბრალო, მამხილებელი გზა.
სხვა არაფერი არ გჭირდება იმისაც, რომ პირდაპირ დაწუნდნენ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმი. ბატონ ბადრი ჯაფარიძეს უსმენდით, მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან მათი ოპონენტების დაშინების მცდელობა. ის სულ ცოტა ხანში შევაახლა პროკურატურაში და გავაგრძელოთ მოსმენა ბადრი. სამართლოში ჩვენ არავისგან არანაირი სარჩელი არ მიგვიღია, პირიქით გეტყვით, რომ ქსილის წამებით ვინც დაკავდება, ყველა იქნება რა თქმა უნდა პასუხნაგები, პასუხგაცემული, მაგრამ ჩვენ არავისგან ამ 15 წლის მანძილზე, 18 წლის მანძილზე არ მიგვიღია არც სასამართლო განაცხადი, არც სარჩელი. იმიტომ რომ არ არსებობს საფუძველი, ეს არის ტიპიური 30-იანი წლების ეგრეთ წოდებული ტროიკის ტიპის ჯგუფი, რომელიც იყენებს ეგრეთ წოდებული მაშინ იყენებენ უნდა ყოფილიყო დამბეზღებელი, მერე უნდა გამოეტანა ტროიკას გადაწყვეტილება, რომ ადამიანი არის ქვეყნის მტერი და მას განაჩენს გამოუტანდნენ. ზუსტად გააცოცხლა ამ საგამოძიებო კომისიამ ის კომიტეტები, ის ტროიკები, რომლებიც მოქმედებდნენ 30-იან წლებში. ჩვენს თვალწინ გააცოცხლეს ეს. მადლობა ბადრი ჯაფარიძეს უსმენდით. ის ახლა შევა თბილისის პროკურატურაში იმისათვის, რომ მოისმინოს იმ ბრალის შესახებ, რომელიც უნდა წარუდგინოს ოფიციალურად ქალაქის პროკურატურამ. ბადრი ჯაფარიძემ შესვლამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი. ის ახლა თავის ადვოკატებთან ერთად იმყოფება და სწორედ ცოტა ხანში გაიგებს ოფიციალური ბრალის შესახებ, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ეხება თეა წულკიანის საგამოძიებო კომიტეტში. არ გამოცხადებას ამის შესახებ მამუკა ხაზარაძეს უკვე დააკისრა სასამართლომ გირაოს სახით 50,000 ლარი. საინტერესოა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში. ისინი ამბობენ, რომ არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, რადგან არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქართულ ოცნებას, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო დონეზე შესაბამისად არ არის გამართლებული რაიმე ფორმით თეა წულუკიანის მეთაურობით შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა. ამ წუთებში უნდა გააკეთონ ასევე განცხადება ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა, კოალიციის წევრებმა, რომლებიც როგორც გითხარით შეკრებილები არიან აქ და სულ მალე ამ განცხადებასაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ცხადია თემა იქნება ძლიერი საქართველოს ლიდერების და პარტიის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა. ორი ლიდერი ამ კოალიციის უკვე დაიბარეს საგამოძიებო კომისიაში და იქ გამოუცხადებლობის გამო საქმე პროკურატურას გადაუგზავნეს. ამ საგამოძიებო კომისიის მიზანი არის ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა. ახლა ემზადებიან ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები განცხადების გასაკეთებლად. ჩვენ გადავინაცვლებთ მათკენ და მოვისმენთ თუ რა ექნებათ სათქმელი ძლიერი საქართველოს წევრებს საზოგადოებისათვის, მაშინ როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი არის უკვე შესული თბილისის პროკურატურაში. რამდენიმე წამში უკვე შევძლებთ განცხადების მოსმენას პირდაპირ ეთერში. პოზიტივის ლაივში შევყავართ ალბათ და ტელეკომპანია იმედს. არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ივანიშვილის სადამჯელო რუსულმა კომისიამ მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ეგრეთ წოდებული კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა, დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენა და არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. მეორე, საქართველოს რეალურ პროდასალურ პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა და მისი განადგურების მცდელობა. მესამე, რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება. დღეს უკვე აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ეგრეთ წოდებულმა შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად ძლიერი საქართველოს ლიდერების დევნას ისახავს. ეს ხდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, როდესაც პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია და არც ერთი გამოძიებული საქმე არ არსებობს. ეგრეთ წოდებული კომისიის ხდომებზე გაჟღერებული ცრუ ბრალდებები
თეატრულუკიანის დამაზუსტებელი ბჭყალებში კითხვები და მის მიერ პროპაგანდისტულ ეთერში გაკეთებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი ცილის მწამებლური მუქარანარევი განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებ, რომ ივანიშვილის თავარი სამიზნე რეალურად არის კოალიცია ძლიერი საქართველო, როგორც დამოუკიდებელი პროქართული პროევროპული ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე აცხადებს უარს და ხალხს რეალურ ალტერნატივას თავაზობს, რაც პარტიის მზარდი რეიტინგით და მისი რიგების გაფართოებით დასტურდება. კოალიცია ძლიერი საქართველო სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას. აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას არალეგიტიმური პარლამენტის წარმონაქმნის მხრიდან. მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს, მანამდე კი სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები. სანამ თეატრულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა ტროიკის მსგავსი კომისია წარსდგება დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რაცა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეალური ზრახვები. ჩვენ ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ კოალიცია ძლიერი საქართველო დღეს არის თავარი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილს ეშინია კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის და მთელი გუნდის, რომელიც არაპირებს შეგუებას არალეგიტიმურ პარლამენტთან. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას ყველა პლატფორმაზე, სადაც კი ეს იქნება შესაძლებელი. ნებისმიერი სცენარის მიუხედავად იქნება ეს პატიმრობა, იქნება ეს ჯარიმა თუ რაიმე ტიპის ნებისმიერი სხვა გეგმა, ზრახვა ბიძინა ივანიშვილის. საჩივარს შეიტანთ თეატრულუკიანის განცხადებების გამო. თეატრულუკიანი, რომელიც ცილის წამებას ავრცელებს პირდაპირ ეთერში და ამას როგორც მტკიცებით ფორმაში განმარტავს და აცნობს თითქოს და საზოგადოებას, მას მოუწევს პასუხისგება ან ამ სასამართლოს პირობებში, ან სხვა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. მადლობა ირაკლი კუპრაძეს, ძლიერი საქართველოს გენერალურ მდივანს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო პარტიის პოზიცია, ისინი ეთანხმებიან მათი ლიდერების გადაწყვეტილებას გამოუცხადონ ბოიკოტი თეატრულუკიანის საგამოძიებო კომისიას და იზიარებენ თავიანთი ლიდერების პოზიციებს. ახლა არის ბადრი ჯაფარიძე შესული თბილისის პროკურატურაში, ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე და დაგიბრუნდებით მოვლენების განვითარების შესაბამისად.